გამარჯობა, ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მეკესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვია. ამ წუთებში თურქმენეთისა და საქართველოს პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს. ლიდერები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონულ დღის წესრიგს განიხილავენ. თურქმენეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია კი ათონელის სასახლეში გაიმართა. მანამდე კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქმენეთის პრეზიდენტსა და დელეგაციის წევრებს საქართველოს ვიცე-პრემიერი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი დახვდა. დღესვე იგეგმება თურქმენეთის პრეზიდენტის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ერთობლივი ღონისძიებებით. თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტ საქართველოში მირიან გორგოძე აშუქებს და იშა მოგვერდება ახლა პირდაპირ ეთერში მირიან გისმენთ. დაახლოებით 30 წუთია, რაც დაიწყო შეხვედრა საქართველოსა და თურქმენეთის პრეზიდენტებს შორის. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მასპინძლობს თურქმენეთის პრეზიდენტს სერდარ ბერდიმუჰამედოვს, რომელიც დღის პირველ ნახევარში ეწვია საქართველოს დედაქალაქს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. თურქმენეთის პრეზიდენტს დახვდა საქართველოს ვიცე-პრემიერი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და უკვე შემდეგ თურქმენეთის პრეზიდენტმა გადმოინაცვლა ათონელის პრეზიდენტის სასახლეში, სადაც გაიმართა ასევე სტუმრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია და როგორც უკვე ვისაუბრეთ ამის შესახებ, უკვე დაახლოებით 30 წუთია, რაც დაიწყო ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლეში საქართველოსა და თურქმენეთის პრეზიდენტებს შორის პირისპირ ფორმატში შეხვედრა. ბუნებრივია, საკმაოდ მრავალფეროვანი არის ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რომლებზეც ისაუბრებენ დღეს პირისპირ შეხვედრის დროს ორი ქვეყნის პრეზიდენტი. რა თქმა უნდა, საუბარი არის ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაძლიერებაზე და ამ მიმართულებით არსებულ პერსპექტივებზე, ასევე რეგიონულ ჭრილში თანამშრომლობის გაძლიერებაზე, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ვაჭრობა, ის არის არასრული ჩამონათვალი იმ სექტორებისა, რა მიმართულებითაც იგეგმება პარტნიორობის გაღრმავება საქართველოსა და თურქმენეთს შორის. ზოგადად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, საუბარი არის ტრანსპორტზე და შუა დერეფანზე. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული საკითხი, რომთაც ორივე ქვეყანა არის დაინტერესებული. ბუნებრივია, რომ ორივე ქვეყანა ასევე დაინტერესებული არის ტვირთების ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის სწრაფი გადაადგილებით და საქართველოს თურქმენეთისთვის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანზიტო მარშრუტი ევროპისკენ. თავის მხრივ საქართველოს არის დაინტერესებული, რომ საკუთარი, ასე ვთქვათ, სატრანზიტო შესაძლებლობები მაქსიმალურად იყოს გამოყენებული შუა დერეფნის კონტექსტში და გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის როლი შუა დერეფნის კონტექსტში როგორც სატრანზიტო ჰაბი. შესაბამისად, ამ მიმართულებით ცხადია, რომ ურთიერთობების გაღრმავების დიდი და მნიშვნელოვანი პერსპექტივა არსებობს. ბუნებრივია, ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი ასევე არის სავაჭრო ეკონომიკური კავშირების გაღრმავება. ზოგადად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაძლიერებაზე, უნდა ვთქვათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ინტენსიურად გაძლიერდა ორმხრივი თანამშრომლობა საქართველოსა და თურქმენეთს შორის. მაგალითად, 2025-26 წლებში შედგა ისეთი მნიშვნელოვანი ვიზიტები. საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა აშხაბადში, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გაიმართა ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრები. თურქმენეთის პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფებოდა საქართველოს დედაქალაქში და საუბარი შეეხებოდა ოფიციალური ვიზიტების დროს გამართული მნიშვნელოვანი შეხვედრებისას, ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას და ამ მიმართულებით მოლაპარაკებებიც გაიმართა. ორივე მხარე ხაზს უსვამს, რომ თანამშრომლობის დროს მთავარი პრიორიტეტული საკითხები არის შუა დერეფნის განვითარება, ასევე სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულება, ინფრასტრუქტურა, ვაჭრობის ზრდა, ენერგეტიკა, ინვესტიციების მოზიდვა. როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო ურთიერთობებზე და ამ მიმართულებით ურთიერთობების გაძლიერების დინამიკაზე, მაგალითად 2025 წელს საქართველოსა და თურქმენეთს შორის სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 102 მილიონი ამერიკული დოლარი იყო. შესაბამისად, საქართველოსდან ექსპორტი შეადგენდა 63 მილიონ დოლარს, დაახლოებით და თურქმენეთიდან იმპორტი კი 39 მილიონი დოლარი იყო და პირველად მოხდა ამ ბოლო წლების განმავლობაში, რომ საქართველოს თურქმენეთთან დადებითი სავაჭრო ბალანსი დააფიქსირა, ანუ ექსპორტმა იმპორტს გადააჭარბა. როგორც ვისაუბრეთ, ის არის, ასე ვთქვათ, იმ მნიშვნელოვანი თემების ჩამონათვალი, რომელზეც აუცილებლად იქნება საუბარი იმ შეხვედრას
შეხვედრაზე, რომელიც სწორედ ამ წუთებში მიმდინარეობს ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლეში და ასევე ამ თემებზე მსჯელობა გაგრძელდება თურქმენეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების დროს. მადლობა მირიან, პირდაპირ ეთერში საუბრობდა მირიან გორგოძე. 25,000-მდე სატვირთო ავტომობილისთვის გაწეული მომსახურება და მრავალფუნქციური სერვის ცენტრი Tegeta Motors-ის გეზის ფილიალის სრული დატვირთვით მუშაობს. კომპანია მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები პრემიერ-მინისტრს თბილისის მერს მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლებს წარუდგინა. Tegeta Motors-ის რეგიონული ჰაბი რეგიონში კომერციული ტრანსპორტის მომსახურების უმსხვილესი ცენტრია, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობაც 100 მილიონ ლარზე მეტია. პრეზენტაციას დაესწრო ჩვენი კორესპონდენტი თამარ თათარაშვილი და ის შემოგვერთდა ახლა პირდაპირ ეთერში თამარ გისმით. თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი საავტომობილო კომპლექსის მასშტაბები არის უპრეცედენტო. ეს არის პირველი რეგიონში, კავკასიის რეგიონში საავტომობილო ცენტრი, რომელიც მიაწვდის და აწვდის ავტომობილის მძღოლებს საკმაოდ ვრცელ ჩამონათვალს იმ სერვისებისა, რომელიც ყველაზე მეტად ჭირდება ამ შემთხვევაში სატვირთო ავტომობილებს. 25,000-ზე მეტ სატვირთო ავტომობილს შეუძლია, რომ ამ სერვის ცენტრმა გაუწიოს სხვადასხვა სახის მომსახურება. თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი არის მისი მდებარეობა და ლოკაცია. მაყურებლისთვის მარტივად აღსაქმელი რომ იყოს, ეს არის ლილოს მიმდებარე ტერიტორია, საბაჟოს ტერიტორია და ასევე თბილისის შემოვლითი გზის 36 კილომეტრი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე დატვირთული სატრანზიტო გზა ჯვარედინი, რადგან სწორედ ამ ტერიტორიაზე გადის ავტომობილები, რომლებიც მოდიან მაგალითად მეზობელი ქვეყნებიდან. საუბარია სატვირთო ავტომობილებზე ბუნებრივია სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან მომდინარე ტვირთი და ბუნებრივია ავტომობილის და სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ისეთი სერვის ცენტრი, სადაც სრულფასოვანი მომსახურების მიღება შეეძლებათ. დღეს ამ სერვის ცენტრის კონცეფცია ამ კომპანიის წარმომადგენლებმა ხელმძღვანელებმა წარუდგინეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ირაკლი გობახიძემ თავის მხრივ სიტყვით გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ასეთი სერვის ცენტრების, ასეთი კომპლექსების მშენებლობის მნიშვნელობაზე და ასევე იმ საკითხზეც თუ რა როლი შეუძლია შეიტანოს ზოგადად ასეთმა კომპლექსებმა, რომ გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი და ფუნქცია. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და რა თქმა უნდა ასეთი შთამბეჭდავი მასშტაბური და საინტერესო ახალი პროექტები ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას. ეს არის ძალიან მასშტაბური პროექტი, დაახლოებით 100 მილიონი ლარის ინვესტიცია მასში განხორციელებული და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ასეთი მასშტაბური პროექტი ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს მნიშვნელოვნად აძლიერებს. ეს არის თბილისის შემოვლით გზაზე შექმნილი უნიკალური პლატფორმა, რომელიც თავის სტანდარტებით სცილდება შიდა სახელმწიფოებრივ ჩარჩოებს. ეს არის პირველი მულტიბრენდული და მრავალფუნქციური სივრცე ამიერკავკასიაში, რომელიც სერვისის სრულ სპექტრს აერთიანებს ერთ ადგილზე, რაც ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კომპლექსი ემსახურება თურქეთის, აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიის და ევროპის დამაკავშირებელ ტრანზიტულ ნაკადებს. აქ კომპანია საერთაშორისო გადამზიდავებს თავაზობს ზუსტად ისეთივე უმაღლეს ხარისხის მომსახურებას, როგორცაც ისინი მსოფლიოს წამყვან ინდუსტრიულ ჰაბებში იღებენ. ჩვენ გვახარებს, რომ ბიზნესი დღეს თავად აწესებს განვითარების ახალ უმაღლეს თამაშას და ამ კუთხით Tegeta ჰოლდინგი არის ნამდვილად გამორჩეული. დასაფასებელი ასევე კომპანიის მიდგომა გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოებისადმი, სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე უსაფრთხო სტანდარტები აჩვენებს, რომ ჩვენი ლოგისტიკური დერეფანი არა მხოლოდ სწრაფი და ეფექტური, არამედ ცივილიზებული და მდგრადიც არის. სახელმწიფოსთვის გავსი ინიციატივების ხარდაჭერა არის, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი, რადგან მდგრადი სატრანზიტო დერეფანი წარმოუდგენელია განვითარებული თანამედროვე სერვისების გარეშე. Tegeta Motors-ის გეზის ეს ფილიალი გაშენებული არის 42,000 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე და აერთიანებს 40-ზე მეტ სივრცეს, სადაც ყველა სახის მომსახურების მიღება შეუძლიათ კომერციულ თუ სატვირთო ავტომობილის მძღოლებს. გარდა იმისა, რომ მაღალი ტექნოლოგიით არის აღჭურვილი ეს სერვის ცენტრი, ამას მიუთითებს ის ფაქტიც და გარემოებაც, რომ მას აქვს გერმანული საავტომობილო კომპლექსის ყველაზე ცნობილი სერვისის მანის A კატეგორია
კატეგორია, რაც სწორედ ხარისხთან დაკავშირებით ადასტურებს იმ მომსახურებას, რომელსაც აღნიშნული კომპლექსი აწვდის ზოგადად ავტომობილებს და სატვირთო ავტომობილის მძღოლებს. რაც ამ 31 წლიანი ისტორიის მანძილზე გვამოძრავებდა, იყო რომ ყოველთვის ჩვენი ბიზნესისთვის გვეყურებინა ჩვენი მომხმარებლის თვალით და ყოველთვის გვქონდა ის мотиваცია, რომ ქართველი ნებისმიერი მომხმარებლისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი ყველაფერი, რაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იყო უმაღლესი ხარისხის. სწორედ ამისი ნათელი მაგალითია დღეს გეზის ცენტრი, რომელიც წარმოადგენს MAN-ის ავტორიზებულ ერთადერთ EI+ სერვის ცენტრს არა მარტო კავკასიის რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში. და თითოეული თეგეტელის სიამაყისაგანია ის საკითხი, რომ როდესაც ჩვენ გავიარეთ MAN-ის სერტიფიცირება, სადაც მაქსიმალური ხარისხი მხოლოდ EI-ია, ჩვენს ცენტრს EI+ ხარისხი მიენიჭა და მგონია, რომ ეს თეგეტელების გარდა ასევე თითოეული ქართველისთვის არის საამაყო საკითხი, როდესაც მსოფლიო რუქაზე მონიშნულები ვართ როგორც საუკეთესო სერვის ცენტრი. ამ კომპლექსის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონ ლარს აჭარბებს და ამ შემთხვევაში დღეს პრეზენტაცია ამ კომპლექსთან, საავტომობილო კომპლექსთან დაკავშირებით კომპანიის ხელმძღვანელებმა წარუდგინეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღონისძიებას, ასევე ესწრებოდა დედაქალაქის მერი და ესწრებოდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. მადლობა თამარ, თქვენ უსმენთ თამარ თათარაშვილს. საქართველოს ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ეტაპი თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირ რეგულარული ავიამიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებით რუსთაველის თეატრში ღონისძიება გაიმართა. საღამოზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მთავრობის მეთაურმა ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის სწრაფი ტემპით განვითარების გამო კმაყოფილება გამოთქვა. თბილისსა და შანხაის შორის ახალი საჰაერო ხიდის პრაქტიკულ და სიმბოლურ როლს ორმხრივ ურთიერთობებში ხაზი გაუსვეს China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტმა და ჩინეთის ელჩმაც. ჩვენ დაახლოებით 2 წლის წინ ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რაც უკვე ჰქონდა ძალიან კონკრეტული ხელშესახების შედეგები ჩვენი ქვეყნებისთვის. და სულ ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერეთ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ჩვენ ორ ქვეყანას შორის. ჩვენთვის ჩინეთთან პარტნიორობას, მეგობრობას, ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩინეთი არის მშვიდობიანი სახელმწიფო, ჩინეთი არის თავიდან ბოლომდე ორიენტირებული მის განვითარებაზე, მოდერნიზაციაზე, პროგრესზე და ყველა სფეროში ჩინეთი არის უაღრესად წარმატებული, რაც არის ჩინეთის ხელისუფლების, ჩინეთის პრეზიდენტის ბატონი სი ძინპინის ბრძნული პოლიტიკის შედეგი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და ჩინეთს შორის. გახარული ვართ, რომ ძალიან სწრაფად ვითარდება ეკონომიკური პარტნიორობა ქვეყნებს შორის. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობთ, რა თქმა უნდა, განათლების კულტურის სფეროში თანამშრომლობას. პირდაპირ ფრენები ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს და ტურიზმის ადმინისტრაციას იმისთვის, რომ შანხაი-თბილისის პირველი რეისი წარმატებით შესრულდა. ვფიქრობ, პირდაპირ ავიარეისები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად. ბოლო წლებში ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობები სულ უფრო ვითარდება, განსაკუთრებით უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ. სულ უფრო მეტი ჩინელი ტურისტი სტუმრობს საქართველოს და საქართველოდანაც ბევრი ქართველი მოგზაური მიდის ჩინეთში. დიდი პასუხისმგებლობაა, რომ მათი უსაფრთხოება ჩვენი ავიახაზებით იყოს უზრუნველყოფილი. პირდაპირ ავიამიმოსვლა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად დაახლოებას. ომით ფულის შოვნის გაცხადებული სურვილი ნიკა გვარამია უკრაინის ომის ტრაგედიას ფულის საჭრელ მანქანად განიხილავს და ამის პარალელურად იმასაც ამტკიცებს, რომ უკრაინის აღდგენაში ტრილიონები დაიხარჯება. საქართველოს ნგრევის პერსპექტივა და მესიჯი უცხოელი პარტნიორებისადმი. მმართველი გუნდის განცხადებით, ეს არის ოპოზიციის მესიჯი უცხოელ პარტნიორებს, რომ მზად არიან ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ყველა პირობას დათანხმდნენ. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ გვარამია საკითხით მანიპულირებს და საზოგადოების შეცდომას შეყვანას ცდილობს. თემას ლელა ჯავახიშვილი განაგრძობს ახლა პირდაპირ ეთერში. ლელა, გისმენთ.
რატომ ავრცელებს ნიკა გვარამია არასწორ ინფორმაციას მაშინ, როდესაც უკრაინის საგარეო ვალი მზარდია, დადასტურებული ცნობები კი უპრეცედენტო ფინანსურ ტრანშთან დაკავშირებით არ არსებობს და გაუგებარია ისიც თეორიულად როგორ შეიძლება ესარგებლა საქართველოს ამ დაფინანსებით. სახელმწიფო გუნდში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მიზანმიმართულად მანიპულირებს და ჰიპოთეტური მოსაზრებებით ცდილობს საზოგადოებას შეუქმნას მცდარი აღქმები. უმრავლესობაში ამბობენ, რომ პოლიტიკური ინტერესების გამო ომის საკითხით სპეკულირება ყოველგვარ მორალურ სტანდარტს ცდება. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები სწორედ იყვნენ 2003-დან 2012 წლამდე ჩვენი ხელისუფლების მმართველობის სადავეებში და ჩვენ არაერთი დადასტურებული ფაქტი გვაქვს იმისა, თუ რა ღირდა ამ პერიოდში ადამიანის სიცოცხლე მათთვის და არაერთი საქმეა აღზრული ამ საკითხზე, ხო? და სამწუხაროა ასევე ის, რომ ეს რიტორიკა გრძელდება და ეს არის ჩვეულებრივი მანიპულაცია, რომელთაც ცდილობენ რაღაცა გავლენა მოახდინონ საქართველოს საზოგადოებას და ჩვენს მოსახლეობაზე, რომ თითქოს ის ნაბიჯი, რომელიც საქართველოს მთავრობამ გადადგა და ძალიან მკაცრად იცავს მშვიდობიანი პოლიტიკის სახით, იყო მცდარი და დღევანდელ დღეს ამას ამართლებს იმით, რომ რაღაც თითქოს მილიარდები და ტრილიონები შეიძლება შემოსულიყო საქართველოში იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ჩაერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ ომში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არც ერთი ადამიანის სიცოცხლის ფასი არ ღირს არც ერთ მილიარდად და არც ერთ ტრილიონად და სამწუხაროა ის, რომ წინა პერიოდში, წინა მთავრობის დროს ადამიანთა სიცოცხლე სწორედ ფინანსურად იზომებოდა. აღიარება, რომ ოპოზიციისა და NGO-ების წარმომადგენლები რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს ომში ჩართვისკენ მიმართულ პროცესებს სწორედ მატერიალური ბენეფიტების მიღებისთვის ახალისებდნენ. ასეთ შეფასდა გვარამიას განცხადება სახელმწიფო გუნდში, სადაც აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელწერა არ იცვლება. თავად გვარამიას საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებები არ გაუკეთებია, თუმცა ყოფილი იდეოლოგის ნათქვამის ახსნა დღეს ნაციონალურ მოძრაობაში სცადეს. მე გავიგე ისე, რომ როდესაც საუბარი არის დახმარებაზე უკრაინის მივესალმები ყველა შემთხვევაში უკრაინის დახმარებას, რაც უფრო სერიოზული იქნება დახმარება, მით უფრო მივესალმები, საქართველოს რომ კონდეს უფრო მეტი წარდომა დასავლეთთან, დასავლურ ინვესტიციებთან, დასავლეთის ეკონომიკურ სარგებლებთან, იქნებოდა კარგი. ამ ფორმულის ძირითადი შემადგენელი ნაწილი არის ერთი მთავარი თემა, რომ საქართველო ბრუტალურ დაპირისპირებაში უნდა ჩაერთოს რუსეთის ფედერაციასთან, რათა შემდგომ როდესაც რუსეთის ფედერაცია იქნება დამარცხებული, მიიღოს გარკვეული დივიდენდი. რეალურად ეს არის გარდა აი ამ საქართველოს კრევის პერსპექტივისა, დღევანდელ დღეს ეს უნდა განვიხილოთ როგორც მესიჯი უცხოელი პარტნიორებისადმი, რომ თუ კი ისინი იქნებიან ხელისუფლებაში მზად არიან დათანხმდნენ ყველანაირ პირობას და იყვნენ წმინდა მარიონეტები. განცხადება, რაზეც ორი დღეა პოლიტიკური შეფასებები კეთდება, ნიკა გვარამიამ ერთ-ერთი მედიით საჯაროდ გააკეთა და თქვა, რომ უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში ის მიიღებს დაფინანსებას, რომლითაც ისარგებლებენ სხვები, თუმცა არა საქართველო. მადლობა ლელა, თქვენ უსმენთ ლელა ჯავახიშვილს. ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ვაშინგტონში პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ მინისტერიალში. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უმასპინძლებს. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ტერორიზმისგან მომდინარე საფრთხეებსა და მათ წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებებზე იმსჯელებენ. სახელმწიფო დეპარტამენტმა 10 მილიონიანი ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც ამ ორგანიზაციების ფინანსური ქსელების გამოვლენასა და საქმიანობის აღკვეთას შეუწყობს ხელს. გლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკური მზაობით საქართველოს მსოფლიოს საუკეთესო 4-ელშია. გლობალური ადაპტაციის ინიციატივის 2026 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველოს ეკონომიკური მზაობით ევროპაში მეორე ადგილზე დაწინაურდა. კვლევის ფარგლებში გაანალიზდა არსებული ვითარება მსოფლიოს 192 ქვეყანაში. წინა ანგარიშის მიხედვით, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა, გლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკური მზაობით საქართველოს მსოფლიოში მეოთხე ადგილზე. ევროპაში ნორვეგიისა და დანიის
შემდეგ მესამე პოზიციაზე იმყოფებოდა. განახლებული ანგარიშის მიხედვით კი საქართველოს ეკონომიკური მზაობით ევროპაში მეორე ადგილზე დაწინაურდა, მსოფლიოში კი კვლავ მეოთხე პოზიციაზეა. 2026 წლის განახლებული შეფასებით მსოფლიოს საუკეთესო 4-ეული ასე ჩამოყალიბდა. სამხრეთ კორეა, სინგაპური, ესტონეთი და საქართველო. შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტი თბილისსა და რეგიონებში ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით აღიჭრვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ბაზაზე ექსპერტ კრიმინალისტებმა დრონის მართვის გადამზადების კურსი გაიარეს. სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. შემთხვევის ადგილზე უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენება საშუალებას აძლევს გამოძიებას მტკიცებულებათა მაღალი ხარისხის ვიზუალი მიაწოდოს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრში ექსპერტ კრიმინალისტებმა გაიარეს სწავლება. აღნიშნული კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს. შემთხვევის ადგილის დათვალიერება უპილოტო საფრენი აპარატებით მოგცემს უფრო მეტად მასშტაბურ და ხარისხიან დათვალიერების შესაძლებლობას. აჭარის პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის წითელი ციρკულარი ძებნილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა. მამაკაცი ტაჯიკეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციოს პროცედურები მიმდინარეობს. თელავში სტიქიიდან მეხუთე დღესაც სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. მეტაპზე იწმინდება თელავის ხევის კალაპოტი. დაწყებულია სათავე ნაგებობამდე მისასვლელი გზის გაჭრა, სადაც დამცავი დამბებია მოწყობილი. ერთ-ერთ დამბამდე მისასვლელი გზა კი უკვე სრულად გაიწმინდა, რაც ძლიერი ნალექის შემთხვევაში დატბორვის საფრთხეს მნიშვნელოვნად ამცირებს. შესაბამისი სამსახურების სასმელი წყლის მოწოდების შეფერხების სრულად აღმოსაფრთხებლად უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. მძიმე ტექნიკაა მობილიზებული მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელშიც. მეხუთე დღეა უკვე ჩართული ვარ სტიქიის ზონაში. ხო, ჩემი უბანი მეტაკლებად გადარჩა, მაგრამ თავს ვთვლი ვალდებულად რომ მოვიდე ყოველ დღე და მივეშველო ბიჭებს. მასშტაბურად არიან ჩართულები ყველანი, მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია და ვცდილობთ რომ მაქსიმალურად სწრაფად და ესე იგი მოკლე დროში გავაკეთოთ ყველაფერი. ხევიდან ფაქტიურად დასრულებულია ამოღება ნაშალის. ეხლა მიმდინარეობს გატანა უკვე ამოღებული მასის, ასევე გრძელდება კალაპოტის ფორმირების და ამოწმენდის სამუშაოების სათავეზე და ქვედა ნაწილში გულგულის სიახლოვეს. მასა საკმაოდ დიდია რაოდენობა, მიმდინარეობს აღნიშნულის გატანა, სამ ლოკაციაზე მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები თელავის ხევზე, გაიწმინდა მისაზვლელი გზა და იწმინდება დამცავ დამბებამდე იმისათვის რომ დაიწყოს საინჟინრო გეოლოგიური კვლევა, რათა დაიგეგმოს სამუშაოები ისე როგორც დამბების რეაბილიტაციის საჭიროების შემთხვევაში, ასევე ნატანი მასის გაწმენდის კუთხით, რათა მოსალოდნელი სამომავლო სტიქიის შემთხვევაში რისკები იყოს მაქსიმალურად გათვლილი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მომხმარებლებისთვის ახალი ციფრული პლატფორმა ამოქმედა, რომელიც საგადახდო მომსახურებების შედარებას გაამარტივებს. ვალუტის გაცვლითი კურსებისა თუ სხვა მომსახურებების შესადარებლად საჭირო ყველა ინფორმაცია ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა თავმოყრილი. ცებში აცხადებენ, რომ ეს ინიციატივა მომხმარებლებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას გაზრდის და დაეხმარება უფრო ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში. ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებთან ერთად დაახლოებით 1 წელი იმუშავა ამ პროექტზე, საკმაოდ კომპლექსური პროექტი იყო და მის საბოლოო მიზანი არის, რომ მომხმარებელს საშუალება მიუცეთ შეადაროს ერთის მხრივ დეპოზიტების 100% განაკვეთები და მეორე მხრივ ზოგადად საბანკო მომსახურების ტარიფები, როგორც არის გადარიცხვები, როგორც არის გაცვლითი კურსი. დღეს ფაქტიურად უმარტივესად შესაძლებელი ექნება მომხმარებელს, რომ დაინახოს სამომხმარებლო ტარიფები, დეპოზიტის პროცენტები, ანუ აი ის საკითხები, რაც რეალურად აწუხებს მოსახლეობას და ზოგჯერ უჭერს ამ ინფორმაციის მიწოდება. შესაბამისად, ესეთი გამჭვირვალობა მოთამაშეებსაც საშუალებას მისცემს, რომ თავის მომხმარებელს ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს. არსებული ინიციატივა და დეველოპმენტი ძალიან მნიშვნელოვანი არის პირველ რიგში მომხმარებლებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ბაზრის მოთამაშეებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ
ყველას გვექნება საშუალება რომ შევადაროთ არსებული ტარიფები და უფრო კონკურენტებულები ვიყოთ. რაც შეეხება მომხმარებლებს, ეს ძალიან კარგი მომენტია, რომ ეროვნული ბანკი, როდესაც ამას თავის თავზე იღებს, რომ გამოაქვეყნოს არსებული ტარიფები და კურსები, გაცილებით უფრო მეტი ნდობა არის, მეტი სიზუსტე იქნება. ახლა კი უცხოეთის ამბები ამერიკის შეერთებული შტატების შეარაღებულმა ძალებმა ირანის სამხედრო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე იერიშების 2 ახალი სერია განახორციელეს. დაიბომბა პორტები, სამეთაურო პუნქტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები. პარალელურად გრძელდება ირანული პორტების ბლოკადაც. ოპერაციების საფასუხოდ თეირანმა იერიშები მიიტანა ბაჰრეინსა და ქუვეითში განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე. ესკალაციის ფონზე საუდის არაბეთმა და იორდანიამ საჰაერო სივრცე ნაწილობრივ დახურეს. წარმატებით მივიწევთ წინ, მაგრამ ირანი ახლა უკმაყოფილოა. საკითხი 47 წლის წინ უნდა გადაწყვეტილიყო, მაშინ ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნებოდა. ირანს სურს შეთანხმების მიღწევა, ვნახოთ მოვახერხებთ თუ არა. ჩვენი რწმენისა და პრინციპების ერთგულებით ქვეყნის ყოველ გოჯს დავიცავთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის შიგნით ერთიანობის შენარჩუნებაა. ნებისმიერი სიტყვა თუ ქმედება, რომელიც საზოგადოებაში დაპირისპირებასა და განხეთქილებას გამოიწვევს, გვასუსტებს. ეს ნიშნავს, რომ ვიდრე ამერიკა ზიანს მოგვაყენებს, შეიძლება თავადვე შევუქმნათ საკუთარ თავს პრობლემები. ამიტომ უნდა მოვერიდოთ ყველაფერს, რაც საზოგადოების გახლეჩასა და უთანხმოებას გამოიწვევს. უკრაინას ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში მთავრობის მეთაურის პოსტზე სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიის ხელმძღვანელის სერგეი კორეცკის კანდიდატურა წარადგინა. უკრაინელი დეპუტატები ახლა პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებას უკვე დღეს გეკმავენ. შეგახსენებთ, 2 დღის წინ უკრაინის პარლამენტმა ყოფილი პრემიერის იულია სერდვინოვკის გადადგომას დაუჭირა მხარი, რამაც ავტომატურად მთელი მთავრობის გადადგომა გამოიწვია. უკრაინაში საპროტესტო აქციები დაიწყო. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ათობით 1000 დემონსტრანტი ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. მოქალაქეები გადაყენებული თავდაცვის მინისტრის მიხაილო ფედეროვის თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვენ. მედია წერს, რომ ზელენსკის საკადრო პოლიტიკამ ქვეყნის თავდაცვის უწყებაში რთული ვითარება შექმნა. თანამდებობა დატოვა საჰაერო ძალების სარდლის მოადგილემაც, რომელმაც მინისტრის გათავისუფლება ქვეყნის თავდაცვითი პოტენციალისთვის დიდ ბოროტებად შეაფასა. სამდღიანი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ 21 პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. პოლიტიკო წერს, რომ ქვეყნები კვლავ ვერ თანხმდებიან რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრების საკითხებზე. ამჯერად სანქციების დამტკიცებას ავსტრია და საბერძნეთი აფერხებენ. ახლა კი დიდი ფეხბურთი მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში არგენტინის ნაკრებმა ინგლისი 2-1 დაამარცხა და მუნდიალის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა. დაძაბული პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმი კი აქტიურად არგენტინამ დაიწყო, თუმცა პირველი გოლი ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა გაიტანა. მატჩის 95 წუთზე ლიონელ მესის გადაცემით ანგარიში ენცო ფერნანდესმა გაათანაბრა. 90 პლუს მეორე წუთზე კი კვლავ მესის გადაცემით მეორე გოლი ლაურატო მარტინესმა გაიტანა. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი არგენტინასა და ესპანეთს შორის 19 ივლისს ნიუ-ჯერსიში მეტლაიფ სტადიონზე შედგება. არგენტინა თავისი მეოთხე ტიტულისთვის იბრძოლებს, ხოლო ესპანეთი მეორესთვის. მანამდე 18 ივლისს მესამე ადგილისთვის საფრანგეთი და ინგლისი ითამაშებენ. კურიეკი 12-ზე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს 3 საათზე შევხვდებით. მანამდე კი მეტი ინფორმაციისთვის ეწვეთ ჩვენს ვებგვერდს rustavi2.gr და ასკანერეთ QR კოდი და შემოგვერთით rustavi2-ის Facebook გვერდზე. დროებით.